მოკლედ მოგესალმებით სულ ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოხატა ამ იარაღმა. Keltec Zub 2000. ბევრი მეგობარი მეკითხება, ბევრი აზრს კითხულობს, მოკლედ ხელში მძიმე არ არის. იხსნება ასეთ მდგომარეობაში. აი აქ აქვს ეს სამი შპონკა, რომელიც უდიდებს ამ ეგრეთ წოდებულ კონდახს. ეს არის გადასატენი, ანუ ვაზნას აძლევს პირში. აქედან იხსნება საერთოდ ეს იარაღი, ამას ჩამოწევთ და ლულა გადადის სხვა მდგომარეობაში. აქვს პიკატინის თამასა. ესენი სამიზნეებია, რომელიც იკეცება და დგება ფეხზე. რომ გადაწევთ იარაღს, ეს დაიკეცება ჩვეულებრივად, შემდეგ დგება ისევე ფეხს. სამიზნეები მექანიკური, ეგრეთ წოდებული დიოპტრიული. აი ეს თურება და შეგიძლიათ ცეცხლ მაქრი გაუკეთოთ წინ. ალმაქრი. კიდე რა არის? ვაზნა 9-19, ეგრეთ წოდებული ლუგერი, გადატენა ხდება აქედან. ხელში ესეთია. მძიმე არ არის, კონსტრუქცია გარედან მყარი პლასმასი აქვს. აქედან ჭიდის გამოსაგდები აქვს. აქედან მცველი. აყვანა და მოხსნა მცველიდან. მოკლედ ამის ტყვია იაფია, სხვა ტყვიებთან შედარებით. და რა გითხრათ 100 მეტროს დისტანციაზე კარგი სასროლია, გასართობის სროლისთვის კარგია. ხა ვერ გეტყვით რომ მძიმე ცხოველზე სანადიროდ როგორი იქნება, მაგრამ რავი, სალიცენზიო ნადირობის დროს სხვა იარაღი გამოიყენეთ და ეს გასართობის სროლისთვის და თავდაცვისთვის არის იდეალური.